სწორედ ხიდისთავში ელოდნენ დღის მთავარსტუმარს ბიძინა ივანიშვილს. სპეციალურად მისთვის მოეწყო თეატრალიზირებული წარმოდგენა, რომელშიც დუმბაძის პერსონაჟები თამაშობდნენ. ქალაქის შემდეგ სტუმრებმა უკვე ხიდისთავში გადმოინაცვლეს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან ერთად პარლამენტარებიც სტუმრობდნენ. პრემიერ-მინისტრი ხიდისთავში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ჯერ სპეციალურად მისთვის გათამაშებულ თეატრალურ სცენებს მიადევნა თვალი. შემდეგ კი საგანგებოდ მოხდილი ჭურიდან ღვინო ტრადიციული კოპეთი დააგემოვნა. შემდეგ კი კოპი პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს გადაულოცა. ამის შემდეგ პრემიერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ისაუბრა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით მნიშვნელობაზე. ბოლოს ხიდისთაველებს გზის შეკეთებასაც დაპირდა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ გვეცხოვროთ იმ მაგალითებით, რომელიც ნოდარმა დაგვითოვა. და ეს მაგალითები გახდათ ადამიანის სიყვარული და რაც თავარია უკიდურგანო სიკეთე, რომელიც მისი გმირების ცხოვრებაში იკვეთება. უკდავია ნოდარ დუმბაძე, როგორც არადისია, მისი მარადისობის კანონი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნოდარ დუმბაძის სოფელი გადარჩება, გამრავლდება და აღორძინდება. მინდა ჩინონიკად ჩემი თავი დავასახელო, თუმცა დღეს ესეც არ მოვადგენ. ყოველთვის ხდებოდა ასეთ დღესასწაულებზე წინასწარ აკეთებდნენ გზას და საუბედუროთ მე ბოდიშს მოხდით. ინფორმაციაც არ ვიცოდი და ხვალიდანვე დავიწყებთ და ეს სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმამდე გზა არ აღმოჩნდა. ამას მოჰყვა იქვე გათამაშებული თეატრალური სცენა. ეპიზოდები ნაწარმოებიდან მე ვხედავ მზეს. მეტი აღარ შემიძლია. არ მინდა პოსტალიონობა. არ მინდა გეყურება თქვენ. არ მინდა გამო. დღის მნიშვნელობასა და დუმბაძისადმი დამოკიდებულებაზე გვესაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. უაღრესად სასიამოვნოა და აღსატაცებელია ის რაც ხდება აქ და ძალიან დიდ ენერგიას ვიღებთ ყველა იმისთვის რომ მემსახუროთ უკეთესად ამ ქვეყანას. აი ესეთი შეხვედრიდან სადაც ხედავთ ამდენ ნიჭიერ ადამიანს, ამდენი ნიჭიერი ოჯახის შვილს. ჩვენ ვიღებთ იმ ენერგიას, რომელიც შეგვაძლებინებს ძალიან მალე ის სილაღე, რაც საქართველოს ახასიათებს, ის წელში გაშლილობა და ნიჭი ძალიან მალე ავაყავოთ და გავამრავალფეროვოთ. მცირე კომენტარით შემოიფარგლა ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული დუმბაძე. ამაზე მეტი ემოცია არ არსებობს, რაც მე დღეს ამაქვს. საქართველოს ყველა კუთხეში მიდის ნოდარის გახსენება. ღონისძიება სახელმწიფო ანსამბლმა გურიამ დაასრულა. მოცეკვავეებმა პრემიერსა და დანარჩენ სტუმრებს რამდენიმე ლამაზი ნომერი წარმოუდგინეს.